ჯერ უცნობია რას უპირობებს ბიძინა ივანიშვილი თავის ანგარიშზე დაბრუნებულ 80 მილიონს პრემიერის საქმის გამოძიებას ელოდება და მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი ამ თანხის საბოლოო ადრესატი. ასევე უცნობია როდის დაიწყება დაზარალებული კახელებისთვის დაპირებული კომპენსაციების დარიგება. პრემიერის აპარატის ინფორმაციით ფონდი ქართუ ამ დროისთვის ზარალის ხელახალ გადათვლას აწარმოებს. უკან დაბრუნებული 80 მილიონის თემას დღეს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურიც გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის ანგარიშზე დაბრუნებული თანხა საქმის სრული მოკვლევის დასრულებამდე არ დაიხარჯება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უკან გადარიცხული ჯარიმის შესახებ პირველად გუშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა. განმარტებები კი პრემიერ-მინისტრის აპარატმა დღეს გააკეთა. გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 80 მილიონ ლართან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაში რჩება და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე საახსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ მოახდინა ქართული ჯგუფის წილების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება. აღნიშნული ქმედებით ცალსახად ჩანს, რომ როგორც დაჯარიმების პროცესი, ასევე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა და საჭიროებს საქმის მოკვლევას. ამდენად ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე მიზანშეტანილად არ მიგვაჩნია. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურს განცხადებაში აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებაც მოჰყავს, რომელიც ბიურომ წერილობით ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა. აღსრულების ეროვნული ბიურო ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 80 მილიონამდე ლარი არ ყოფილა გახარჯული და ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა. საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-18 პრიმა მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ საახსრულებლო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევების გამო გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა საახსრულებლო ღონისძიება და ზემოთხსენებული ბრძანება გამოსცა. საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს 80 მილიონი ლარი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული შეწირულობის გამო დააკისრა. მართლმსაჯულების მიერ 5 თვის წინ 15 ივნის მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებული ამ დრომდე არ არის. ჯარიმის დაბრუნების საკითხზე კითხვები აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და პრემიერ-მინისტრს შორის გარიგება მოხდა. მე ეჭვმეპარება, რომ ამ თავრობაში და საერთოდ ამ გუნდში ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გარეშე რამე ხდებოდეს, მე არ მგონია, რომ უცებ უბრალოდ ხადურმა გადაწყვეტა ანდილას გაიღვიძა და გადაწყვეტა 80 მილიონი უკან დაებრუნებინა. ეს ყოველდღიურად შეთანხმებული თემა. დავალოდებით ნამდვილად ანაპირების შესრულებას, ეს არის სტიქი დაზრალებული გლეხების დახმარება, რომელიც ბატონ ბიძინას ერთ-ერთი დაპირება არის. თავად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 80 მილიონის დაბრუნება არის კანონთან შეუსაბამო და საჭიროებს მოკვლევას. და ჩვენ გვიჩნდება კითხვა, რატომ განაცხადა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით მხოლოდ დღეს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა გააჟღერეს ეს ინფორმაცია და რატო ფარავდა ის ამ ინფორმაციას გარკვეული დროის განმავლობაში. აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას ამართლებდნენ დღეს უმრავლესობის წევრები. იყო უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა, რომელიც უკან დაბრუნდა, ოღონდ ამას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც გუშინ თქვენ სიუჟეტში იყო საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი პირობას არ ასრულებს. რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, შეპირდა ის კახელგლეხებს, რომ სტიქით მიყენებულ ზარალს აანაზღაურებდა და ამ 80 მილიონით ის აანაზღაურებს სტიქით მიყენებულ ზარალს. ეს იყო მარაჯორობით წაღებული თანხა, რომელიც რა თქმა უნდა არც სააკაშოს არც ხელისუფლებას, არც საგადასახადო ორგანოებს არ ეკუთვნოდა. ეს თანხა უნდა დაბრუნებოდა პატრონს, ანუ ბატონ ივანიშვილს. ახლა ბატონ ივანიშვილი გადაწყვეტს, როგორ მოახმაროს ეს თანხები და ვის მოახმაროს ეს. ვისთვის და რა სახის კომპენსაცია გამოიყოფა კახეთის სტიქიით დაზარალებულებისთვის ჯერ არ კონკრეტდება. ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზარალის ანაზღაურების საკითხზე მთავრობის გარდა საქველმოქმედო ფონდი ქართუც მუშაობს. ფონდი ზარალის ხელახლა გადასვლას აწარმოებს. არ გამორიცხავ, რომ იყოს კომბინირებული სახის დახმარება ან რაღაც სამუშაოები იქნება ჩატარებული ადგილზე, იქ თუ დანგრეულია შენობები და ხტილია სახურავები. და პარალელურად ასევე შეიძლება ფულად კომპენსაციის თემაც იყოს განხილული ამ კონტექსტში.
ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის ზარალის სრულ დათვლაში დახმარებას თავაზობს კახეთის გუბერნატორიც. ზურაბ ჭიაბერაშვილმა განცხადება ამ თემაზე დღეს სოფელ შალაურში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა, სადაც ამ დრომდე რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. ახალი მთავრობა აცხადებს და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომ ზარალის სრული ანაზღაურება მოხდება. პირადად მე როგორც გუბერნატორი, ალბათ თითოეული ადამიანიც, რომელიც ნებისმიერ ასეთ საქმეზე ჩვენი მოვალეობა არის, რომ ვიყოთ ჩართულები, გამოვთქვათ სრულ მზადყოფნას, რომ ახალ მთავრობასთან ერთად სია ჩამოწერილია დაზარალებული ადამიანის უბრალოდ ხელახლა მოხდეს შესწავლა, რა ხელა არის სრული ზარალი, რათა ახალ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, რომ თითოეულ ადამიანს მისცეს სრული ანაზღაურება. 4 თვის წინ სტიქიამ კახეთში 32,000 ოჯახი დააზარალა. საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან ერთად მოსავლის ნაწილი მთლიანად განადგურდა თელავში, ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში.